გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, აბა როგორ არის საქმეები? ჩვენივრად მეგიმასწავლებელო. არა ჩვეულებრივად. ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებულად მოგეწონებათ. მართლა? აუ, მაშინ მოდით დრო აღარ დავკარგოთ რა. აუ, დავიწყოთ. კეთილი. პირველ რიგში მაინტერესებს თუ მოიფიქრეთ ისეთი სიტყვები, სადაც გამოყენებულია ასობგერა აბა თქმა უნდა მეგიმასწავლებელო. აბა. აუ, ბეგი, მე დავიწყებ რა, ძალიან გთხოვ რა ძალიან. გისმენთ ბეგო. ახლა მეგიმასწავლებელო, ბავშვებო, აი მოусმინეთ, ნახეთ რა მაგარი სიტყვა მოვიფიქრე. აბა? მაკულატურა. ოჩახ ბეგო. ბავშვებო, იცით რა არის მაკულატურა? აი წარმოიდგინეთ, როდესაც გავქვთ რაღაც აი წიგნები, რვეულები, ფურცლები შეიძლება ეს იყოს მუყაოს ქაღალდი, რომელიც არ გჭირდებათ, მაგრამ იმის ნაცვლად რომ გადაყაროთ, თქვენ ამას ყველაფერს მაკულატურაში ჩააბარებთ და იცით რა არის ყველაზე მთავარი? მაკულატურას გადაამუშავებენ და ისევ ქაღალდს მიიღებენ. ოჩახ ბეგო. რაც იმას ნიშნავს, რომ ამით ხეებსაც დავზოგავთ. შესანიშნავია ბეგო. ძალიან კარგი. აუ, კიდე მოვიფიქრებ მხოლოდ ეს სიტყვა, ამ სიტყვას რო ვიტყვი, თუ შეიძლება ბეგი მარ დამცინოს. მე? შენ. რატომ უნდა დაგცინო ბეგო? აი, რატომ უნდა დაგცინო? კი ბეგო, გისმენთ. ახლავე მეგიმასწავლებელო, აი მოусმინეთ. აბა? ფუთუშა. იცით როგორი ფუნთუშა მეგიმასწავლებელო? ისე უბრალო ფუნთუშა არა, ახალი გამოცხობილი. გამოცხობილი კი არა. გამომცხვარი. მართალია გამომცხვარი, საოცრად სურნელოვანი ქიშმიშებიანი ფუნთუშა. ძალიან კარგი ბეგო. ამიდა ფიქრებში. ბეგო, ახლა ჩემი ჯერია. ერთი წუთი ბეგი. აი, ნახეთ მეგიმასწავლებელო, აი კიდახავ წამიყვანეს ტკბილმა ღრუბლება, მაგრამ მე თქვენთან დავბრუნდი. ახლა ჩემი ჯერია და დავიწყო ბეგო, შეიძლება? კარგი, დაიწყე ბეგი, გისმენთ. მეგიმასწავლებელო, მე მოვიფიქრე სიტყვა კულული. რაც ნიშნავს გრძელ დახვეულ თმას. ოჩახ ბეგი, შვენიერი. ისა, მეორე სიტყვაც მოვიფიქრე. აბა, ეს გახლავთ სიტყვა მუხუდო. და ბეგო, შენ რომ იცოდე, მუხუდო ძალიან სასარგებლო მცენარეა, დიახ. ვიცი, ბეგი, ვიცი და ძალიან მიყვარს მუხუდოს წვნიანები. აუ, ნუ დაიწყებ რა. ოჩახ ბეგო და ბეგი. მოდი ახლა ჩვენს ახალ ასობგერას მივხედოთ. მივხედოთ. აბა, ყურადღებით მომისმინეთ, ერთ გამოცანა ლექს გეტყვით. რა კარგია გამოცანა ლექსები. ყველასაგან გამოარჩევს ის პატრონის ძახილს. ზოგჯერ ყებს და უყვარს ძვალი. გონი მიხვდი? აუ, ის არის ენა რო აქ გამოყოფილი და ძაღლი. რა თქმა უნდა ძაღლი. და ის ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟია. აბა? ჩავხედოთ პლანშეტს, ჩავხედოთ ბეგი. ჩახედეთ. რა ლამაზი ძაღლია. ნახე, მართლაც რა ლამაზი ძაღლია. ნამდვილად, აუ, მეგიმასწავლებელი, იცით როგორ მიხარია? ძაღლები ხო ჩვენი საუკეთესო ოთხფეხა მეგობრები არიან და ბეგი, ნახე, დავყრდი აი ამ ასობგერა ძილს და მე ახლა შეხედე აი ხს, აი ნახე ჩვენ მუზეუმში, ასოების მუზეუმში, ნახე. აბა. აი, ნახე, როგორ გავს ხედავ? ხოლოდ აი შემოტრიალებული არის, მიხვდი? მართლა ძალიან გავს ბეგო. მიხვდი რა შეა საქმე მეგიმასწავლებელო. ესე იგი ძ არის იგივე ხ, რომელიც სარკეში იყურება და იპრაჭება. იპრაჭება. ბეგო, რა სასაცილო ხარ. გიყვარს ხო შენს ბეგი? მიყვარს ხო, მაინც მათქმევია. ძალიან მიყვარს შენი ხუმრობები. მე კიდე ძალიან მიყვარს რომ თქვენ ხალისობთ ხოლმე. ბეგო და ბეგი, ახლა მინდა გითხრათ რომ ერთი სიურპრიზი გელოდებათ. ვაიმე.
ვერ გავიგე? მე აუ, ბეგი, რაღაცა სიტყვა მომესმა თუ ნამდვილად გავიგონა. არა, არ მოგესმა. მე კი მასწავლებელმა ნამდვილად თქვა სიტყვა სიურპრიზი. ვაიმე, ბეგი მასწავლებელო, ჩქარა მითხარით, რას სიურპრიზია თორე ნახეთ გული როგორ მიწევს. ბეგო, ბეგო, დამშვიდი. აი ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა და ამიტომ არ გითხარი ეს ყოველივე გადაცემის დასაწყისში. თორემ ალბათ საშინაო დავალებასაც ვერ ჩამაბარებდი. მართალია, მეგი მასწავლებელო, ხომ იცით რომ აი საოცრად სულ სწრაფი პერსონაჟი ბეგო ვარ, ნამდვილად. არა, ბეგო, იცი რა არის? აი მე შენნაირი სულ სწრაფი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ ახლა მეც ისე მაინტერესებს ეს სიურპრიზი. აუ, მეგი მასწავლებელო, მალე გითხარით რა. გითხარით. დაწნარდით. რასაკვირველია გეტყვით. აბა. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ერთი ძალიან კეთილი ადამიანი, რომელიც თავისი მანქანით სწორედ იქ გაჩნდება ხოლმე, სადაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს დახმარება სჭირდება. მეგი მასწავლებელო, ერთადერთი ადამიანი მახსენდება ასეთი, ეს არის აბა? ბეგი, ზაქარას კეთილი მანქანა. ზაქარა, ეს არის მე მგონი ეს არის, ხო? ზაქარა, რომელიც თავისი კეთილი მანქანით ცხოველებს ეხმარება. ნამდვილად, ხომ ეს არის? ზუსტად გამოიცანით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვების უმეტესობაც მას ძალიან კარგად იცნობს. ნამდვილად. ბეგო და ბეგი, ახლა ერთად დაუძახოთ ზაქარას. აბა, ზაქარა. გამარჯობა, ჩემო ძვირფასებო, როგორ ბრძანდებით? ბეგო, ბეგი, ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. გამარჯობა, მეგიმას. ზაქარა, პირველ რიგში მადლობა შენ იმისათვის, რომ ასეთ კეთილ საქმეს აკეთებ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. აჰა, მართლაც რომ ძალიან დიდი მადლობა ზაქარა. აუ, მე კიდე მინდა უბრალოდ მადლობა რა, უზარმაზარი მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივ ადამიანს. რას ამბობთ, მეგობრებო, რისი მადლობა? ძალიან მიხარია, რასაც ვაკეთებ და თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად გრძნობ. ზაქარა, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა გახლავს ძაღლი. საინტერესოა. და აი, ბეგოს და ბეგის ძალიან უნდათ რამოდენიმე შეკითხვა დაგისვან. კი ბატონო, სიამოვნებით მოგისმენთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. აუ, ზაქარა, თუ შეიძლება პირველ კითხვას მე დაგისვამთ. მე მაინტერესებს, აი, რითი გამოირჩევიან ძაღლები სხვა ცხოველებისგან? აი, რა არის აი ეს განსაკუთრებული თვისებები, რითაც აი ძაღლები გამოირჩევიან უფრო სწორედ? ძაღლების უნიკალურობაზე შემიძლია ძალიან ბევრი გესაუბროთ, ჩემო მეგობრებო. მაგრამ მოდით ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ერთგულება და განსაკუთრებული სიყვარული, რაც ძაღლებს შეუძლიათ. აბა დაფიქრდით. უცბად დაფიქრდით და გაიხსენეთ სხვა ცხოველი, შინაური. თუ არიან ესეთი მეგობრულები და თუ შეუძლიათ ესე გამოხატონ სიხარული და ერთგულება. შორს რო არ წავიდეთ, ერთ ფილმს გაგახსენებ, თუ გახსოვთ, რა თქმა უნდა. ჰაჩიკო, ესე ქვია. გახსოვთ? 9 წლის განმავლობაში, 9 წლის მანძილზე, სადგურის მოედანზე ელოდა თავის გარდაცვლილ პატრონს. იმის იმედად, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა და ყოველდღე მაინც მიდიოდა იქ. სხვას მე მგონი ვერ ვნახავთ ესეთ მაგალითს. ამიტომ ძაღლები ყოველთვის უნიკალური არსებები არიან. აუ, ბეგი, ეს ჩემი უსაყვარლესი ფილმია. სხვათა შორის, ბეგო, მეც ძალიან მიყვარს ეს სურათი. ზაქარა, ახლა კი ჩემი ჯერია. აი, მე მაინტერესებს, რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ ძაღლი ჩვენი ოჯახის ბინადარი გახდება. დიდი მადლობა მეგობრებო აი ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია გავიაზროთ და მომემზადოთ სულიერად, სანამ ოთხფეხა ბინადარს მივიღებთ სტუმრად და გავხდით მას ჩვენს ოჯახის წევრად. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს სულიერ არსებასთან, რომელსაც
იგივენაირი მოპყრობა და მზრუნველობა სჭირდება, როგორიც შეიძლება ადამიანსაც სჭირდება. აუცილებლად სჭირდება დროული კვება, დროული გასეირნება, გარკვეული სამედიცინო დახმარება და ასე შემდეგ. აი ეს სიმართლე რო გითხრათ არ არის იოლი. მაგრამ თუ გავითავისებთ რომ ეს სულიერი არსება უნდა იყოს ჩვენი ოჯახის წევრი და მასეც ისე უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენს ოჯახის წევრზე, მაშინ დამიჯერეთ რომ თქვენ 4 ფეხა მეგობრის სახით გეყოლებათ ყველაზე გემრიელი და ყველაზე ერთგული მეგობარი სახლში. აი ეს არის ჩემი პირველი რეკომენდაცია ცხოველებთან მიმართებაში. აჰა, საინტერესოა. აუ, საქარას რჩევები ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ნამდვილად. მართლაც არაჩვეულებრივი რჩევები მოგვეცი ზაქარა. დიდი მადლობა შენ ამისთვის. ჩვენი შეხვედრის დასასრულს რაიმეს ხომ არ დაამატებდი? სიამოვნებით მეგობრებო. სიამოვნებით დავამატებ ერთ მნიშვნელოვან და თქვენთვის საყურადღებო თემას. ეს არის მაწანწალა ცხოველები, რომლებიც ქუჩაში ბინადრობენ უპატრონოდ, ესე ვთქვათ. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა და ძალიან განვიცდი მე პირადად. დარწმუნებული ვარ თქვენს განიცდით და გული შეგტკივათ მათ ცხოვრებაზე. მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი ბრალია. და ძაღლი, როგორც არსება, ამ ქვეყანაზე იმისთვის გაჩნდა, რომ იყოს ადამიანის მეგობარი. თუ მას გვერდით ადამიანი არ ყავს, ის უბრალოდ ვერ იარსებებს. მიხდით, რასაც ვამბობ? ამიტომ მოდით, ყველამ ერთად, მეგობრულად და გულისხმიერად შევხედოთ ამ საკითხს, ვიზრუნოთ ცხოველებზე და ნუ გავაგდებთ გარეთ. ან თუ გარეთ ნახავთ ცხოველს, მოვეფეროთ, დავაპუროთ, ვეცადოთ, რომ ზრუნველ პატრონის ხელში აღმოვაჩინოთ და ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქუჩები მაწანწალა ცხოველებისგან. ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა. დიდი მადლობა მოწვევისთვის მეგობრებო და მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით ეს პერიოდი. გისურვებთ ყველაფერს კარგს. ნახვამდის, მეგიმასწავლებელი. ნახვამდის ზაქარა, წარმატებები. რა ბედნიერება რომ აი ასეთი ადამიანები არსებობენ ამ დედამიწაზე. ნამდვილად ასეა. აუ კიდე რაღაცას ვიტყვი. აბა, გისმენთ? იცით რა არის? ასე მგონია რომ ამ გადაცემის შემდეგ აუ ძალიან ბევრს მოუნდება კიდე უფრო მეტად დაეხმარონ ჩვენს 4 ფეხა მეგობრებს. ხო და კარგი იქნება. ძალიან. დარწმუნებული ვარ, ძალიან. მართლაც ასე იქნება, ბეგო. ძალიან. მოდით ახლა ჩვენს გადაცემას დავუბრუნდეთ. დავუბრუნდეთ. მინდა გაჩვენოთ როგორი წერება ასო ბგერა ძ. აბა, ჩახედეთ პლანშეტს. ჩახედე. კარგად ჩახედეთ. აი. ასე. ბედნიერია. ლამაზია საბგერა, არა ბეგო. ნამდვილად. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აბა დააკვირდით? ფრანჩია. უყურე ბეგო კარგად. აი. ასე. არაჩვეულებრივი. ძალიან კარგი ასაბგერა ყოფილა ეს ძ. ნამდვილად. ძალიან აუ, მეგიმასწავლებელო, რაღაცა უნდა გითხრათ რა. გისმენ ბეგო? ვაღიარებ მეგიმასწავლებელო, რომ მე სათანადო დონეზე ვერ ვაფასებდი თანხმოვნებს. აი, ბეგი, ნახე, აი დღევანდელი ჩვენი სიტყვა. ძაღლი. რა უნდა ყოფილიყო ძს გარეშე, რომელიც თანხმოვანია? რა უნდა ყოფილიყო ძს გარეშე და აღლი. აი წარმოიდგინეთ, ძაღლი დავინახეთ და გვინდა რომ მოვეფეროთ. მოდი ჩემთან აღლო. აი აღლო. ან გადი აღლო გარეთ. რანაირად იქნებოდა, ვაიმე, რანაირად იქნებოდა და ეხლა აი თურმე რამ ხელამნიშნელობა ქონია თანხმოვნებს. მეხმავნები, ვაიმე. ბეგო, გახსოვს მე რომ გეუბნებოდი თანხმოვნებზე და შენ არ მიჯერებდი. შენი ყავი? ხო, მახსოვს, როგორ აუ, ბეგი. ამის მერე დაგიჯერებ. კარგი. ბეგო, ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა ამ დასკვნამდე მიხვედი. ნამდვილად მეგიმასწავლებელო. მოდი ახლა ვნახოთ ანიმაცია ძაღლზე. აუ, ერთი წუთით მეგიმასწავლებელო, ასე მგონია რომ ძალიან მოგვეწონება ბეგი მე და შენ ეს ანიმაცია და სიმღერა. ახლა შეგიძლიათ ჩართოთ მეგიმასწავლებელო. კარგი, ვნახოთ.
თვალებში გიყურებს და უნდა რომ შენს გვერდით იყოს მუდამ ძაღლი ძაღლი ის ხომ შენი მეგობარია ხეცანშია ანუ ხარია ძაღლი ძაღლი ძვალი უყვარს კატას ვერ იტანს შენ გიყურებს როგორც კაპიტანს ძაღლი ძაღლი ის ხომ შენი მეგობარია ხეცანშია ანუ ხარია ძაღლი ძაღლი შენი მეგობარია ხეცანშია ანუ ხარია ძაღლი ძაღლი ბეგი ნახე როგორც ვამბობდი სიმღერაც და ანიმაციაც არაჩვეულებრივია მარტო აიცი რა მეც ძალიან მომეწონა რა კარგია აბა სიმღერა დაგამახსოვრდათ აუ ნე როგორ არა ბეგი მოდი რაპიდ მისამღერი რა აუ რა მაგარი მისამღერია როგორ ის ხომ შენი მეგობარია ყეფავშია ანუ ხარია ძაღლი ძაღლი ვაუ მეზობლები შემოვლე გოგო ბაშენ ვაიმე ბეგო და ბეგი ძალიან კარგად სიმღერეთ დიდი მადლობა მაგრამ იცით სიტყვების მოფიქრება სადაც გამოყენებული გვექნებოდა ასო ბგერა ძ ისე ვერ მოვასწარით. აუ, ბეგი მასწავლებელო, ხო გახსოვთ, წინა ზოგი რამდენიმე გადაცემაში ხო ასეთი შემთხვევა, რომ აი არ გვეყო დრო და მე და ბეგი არაჩვეულებრივი სიტყვები მოვიფიქრეთ შემდეგ გადაცემაში. ასე რომ, ხო და ბავშვები ჩვენთან ერთად მოიფიქრებენ ისეთ სიტყვებს, რომლებშიც ასო ბგერა ძ იქნება გამოყენებული. მართალი ხარ, ბეგო? აი ასე. კეთილი იყოს ისე, როგორც თქვენ ამბობთ. ძალიან კარგი. აბა მითხარით, მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა? მეგი მასწავლებელო, აი სიტყვებს ვეწებ და აი ვერ ყოლობ. სადა ხარ სიტყვებო, სად ხარ ისე მომეწენა რაღაც აი საოცარი გადაცემა იყო, საქარა ჩართვაც იყო არაჩვეულებრივი და აი ძაღლი, აღლი ვგვიკიდა გამოგო. ძაღლი ძამაგარი იყო, რა ლაბოდი ძაღლი იყო. აუ, ძალიან კარგი იყო ყველაფერი. ძალიან მიხარია, ხო. მეც თქვა? რა თქმა უნდა, გისმენ. იცით რა, აი გადაცემა კი მომეწონა, მაგრამ აი თითქოს აი რაღაც ცოტა დამაკლდა. რა დამაკლდა? რა დაგაგდა გოგო, მარილი ხوار დაგაგდა. რასასაცილოა? მე გამეცინა. თქვენ გეტყვით, მეგი მითხარი გისმენ ყურადღებით. დამაკლდა და ბეგოს ლექსი დამაკლდა. აუ, ერთი წუთით ბეგი, კარგი რა, ხო ვიცი რომ ბეგო, აი უცებ რაღაცა მოხდება ხოლმე, რაღაცა მოვა ხოლმე ლექსი და ისევ წე, ისე სხვანაირად არ შემიძლია ხა შენ თქვი და ბეგომ დაწეროს. ვაი? რა? ვაი ბე? გონი დაწერე? ლექსი მოვიდა? ლექსი მოვიდა? გაჩუმდი გოგო, გაჩუმდი, აუ მეგი მასწავლებელო, დამიფრთხობს რა ლექსებს, გააჩერეთ ეს. მიდი, ხომათვარ. აჰა, მოვიფიქრე კი არა, მოვიდა რა თუ აი. აბა, გისმენთ ბეგი. ამ ცხოველის გაბრაზება დამიჯერეთ. არ ღირს. მოეფერეთ, ეთამაშეთ, არაწვალოთ ძაღლი. ბეგო, აი ხედავ რა კარგი ლექსის მოფიქრება შეგძლებია, ხედავ. ბეგი მასე ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. ასე რომ ეთქვათ და ისე დამეწეროს ლექსი. ოჯახ ბეგო ძალიან კარგად გამოგივიდა. დიდი მადლობა. ბეგო და ბეგი
ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. აუ მე გიმასწავლებელო, ბავშვებს მინდა უთხრა რომ ბავშვებო, ხო ხედავთ რომ მოწყენის დროც არ რჩებათ. ძალიან მალე გიბრუნდებით ახალი გადაცემით, ასე რომ კარგად იყავით ჩემო ძვირფასებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. ნახვამდის. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს. ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარ